ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა, რა გახდა წასვლის მიზეზი და ვინ ჩაანაცვლებს მას უწყებაში არ ამბობენ. ჭელიძე პოსტზე 2019 წლის 10 სექტემბერს დაინიშნა. დღეს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტი საქართველოს საკითხს განიხილავს. დღის წესრიგის მთავარი საკითხია ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტის შესახებ, მოხსენება და მოსაზრებების გაცვლა. საშუალო ვადიან პერიოდში საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა კვლავ არის უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მზაობა ევროკავშირის წევრობისთვის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ოცნების ერთპარტიული პარლამენტისთვის გაგზავნილ მოხსენებაში წერია, რომელსაც ის 27 ივნისს წარადგენს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს საქართველოს ნატოს საპარლამენტო საბჭოს შეხვედრების შეჩერებას და საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის ზოგიერთი პრივილეგიის შემცირებას. ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს. სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. გამოკითხვების თანახმად არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენელი ალი ჯე-მიუნგი ლიდერობს. გაეროს გენერალური ასამბლეის ახალ პრეზიდენტად ანალენა ბერბოკე აირჩიეს. გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ხმა 167-მა სახელმწიფომ მისცა. ბერბოკი თანამდებობას ოფიციალურად 9 სექტემბერს დაიკავებს.